მოგესალმებით ეთერშია სტასუტევის საინფორმაციო გამოშვება დღის მთავარ სიახლეებს მარია მელიავა გაგაცნობთ. სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანიას განცხადებით ელექტროენერგიის მიწოდების ტარიფის ზრდის უმთავრესი საფუძველი გაზრდილი მოხმარება, ენერგიის გაზრდილი ფასები და ასევე ქვეყნის ელექტროენერგიაზე იმპორტ დამოკიდებულებაა შემოდგომა ზამთრის თვეების განმავლობაში. ამის შესახებ მას ხდომის დასრულების შემდგომ ჟურნალისტებს განუცხადა. ნარმანიას განმარტებითვე სემეკის მიერ მოხდა ინვესტიციის მხოლოდ ოპტიმალური მოცულობის გათვალისწინება იმისათვის, რომ ქსელში არსებული ავარიები ეტაპობრივად შემცირდეს და მოსახლეობისთვის ისევე როგორც კომერციული სექტორისთვის ელექტროენერგიის მიწოდების მდგომარეობა გაუმჯობესდეს. თელასის არეალში დედაქალაქში დამტკიცებული ინვესტიციების მოცულობა 5 წლის განმავლობაში შეადგენს 400 მილიონ ლარს, რაც საშუალოდ წლიურად 80 მილიონი ლარია. რაც შეეხება ენერგოპროს ქსელს, თავდაპირველად წარმოდგენილი იყო ყოველწლიურად 300 მილიონი ლარი. დაკორექტირდა და საშუალოდ წლიურად 200 მილიონი ლარია, რაც 5 წლის განმავლობაში შეადგენს 1 მილიარდ ლარს. რაც შეეხება თავად მოსახლეობის სუბსიდირების საკითხს, ამაზე განცხადებას მთავრობა გააკეთებს. ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით ტარიფის გაზრდის პირობებშიც კომუნალური სუბსიდირება მთავრობის მხრიდან გაგრძელდება. განაცხადა ნარმანიამ. ცნობისთვის, სემეკის დღევანდელ სხდომაზე გადაწყდა, რომ თბილისში ისევე როგორც რეგიონებში ელექტროენერგიის სამოხმარებლო ტარიფი 5 თეთრით იზრდება. ამასთან 1 აპრილიდან ელექტროენერგიის ტარიფი გაიზრდება კომერციული სექტორისთვისაც. საქართველოს პროკურატურამ გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემის ფაქტზე არასრულწლოვანს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 2026 წლის 24 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოში გიგა ავალიანის გარდაცვალების, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და მასში მონაწილეობის ფაქტებზე საქმის არსებითი განხილვისას მოწმის სახით დაკითხვის დროს არასრულწლოვანმა მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლის მიზნით სასამართლოს ცრუ ჩვენება მისცა. სამართალდამცავებმა ბრალდებული 26 მარტს დააკავეს. დაკავებულ არასრულწლოვანს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370 მუხლის მესამე ნაწილით წარედგინა, რაც სასჯელის სახით და ზომად 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის არჩევა ეკლესიის გადასაწყვეტია. ამ პროცესში ნებისმიერი პირდაპირი თუ ირიბი ზეწოლა დაუშვებელია და ეკლესიის საქმეებში უხეში ჩარების მაგალითია. ამის შესახებ განცხადებას პარტია ახალი ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სახელმწიფო და ეკლესია გადაწყვეტილებებს ერთმანეთისგან დამოუკიდებლად უნდა იღებდნენ. საქართველოს კონსტიტუცია მკაფიოდ განსაზღვრავს, ქართული ეკლესია დამოუკიდებელი და თავისუფალია საკუთარ გადაწყვეტილებებში, ხოლო სახელმწიფო არ ერევა მის საქმიანობაში. მიგვაჩნია, რომ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის არჩევა ეკლესიის გადასაწყვეტია. ამ პროცესში ნებისმიერი პირდაპირი თუ ირიბი ზეწოლა არის ინიშნების ბოლო დღეებში ქართული ოცნების რეჟიმისა და მისი პროპაგანდისტების მხრიდან ვიხილეთ დაუშვებელია და ეკლესიის საქმეებში უხეში ჩარების მაგალითია. ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქრივიშვილი საქართველოში გაერთიანებული სამეფოს ელჩი გარეთ ედვარდ უორდს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ინფორმაციით მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის დინამიკა განიხილეს. აღინიშნა, რომ ბოლო 2 წლის განმავლობაში გაერთიანებული სამეფო პირდაპირ უცხოური ინვესტიციების თვალსაზრისით ქვეყანაში პირველ ადგილს იკავებს, რაც ბრიტანული ბიზნესის მხრიდან საქართველოს ეკონომიკისა და საინვესტიციო გარემოს მიმართ გამოცხადებული ნდობის მანიშნებელია. შეხვედრაზე ქართულმა მხარემ ყურადღება გაამახვილა საზღვაო ტრანსპორტის სფეროში მოქმედი სანქციების აღსრულების მექანიზმებზეც. მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს პორტებში ყველა პროცედურა სრულად შეესაბამება მოქმედ ეროვნულ და საერთაშორისო ვალდებულებებს, რომელსაც საქართველოს ზედმიწევნით ასრულებს. გაერთიანებული სამეფოს ელჩთან გამართულ შეხვედრას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები თამარ იოსელიანი და გენადი არველაძე ესწრებოდნენ. ნათქვამია ინფორმაციაში. ელთოს საგამოძიებო მექანიზმის დასკვნა არ ყოფილა სამართლებრივი მნიშვნელობის, მაგრამ Facebook სტატუსები სამართლებრივია. ხალხციხეში უშვებენ სტატუსების გამო. ამის შესახებ გახარია საქართველოსთვის წევრი ანა ბუჩუკური სოციალურ ქსელში წერს. მისივე თქმით, მოსამართლის გადაწყვეტილება, რომ 20 ივნისის საქმეზე მოსკოვის მექანიზმის დასკვნა საქმეს მტკიცებულებად არ დაურთოს, ქართული ოცნების აღდგენილ სამართლიანობაზე მეტყველებს. ელთოს მოსკოვის მექანიზმის დასკვნა, რომელიც ამბობს, რომ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ არსებული სისხლის სამართლის საქმეები პოლიტიკურადაა მოტივირებული, მოსამართლე საქმეს არ დაურთო პროკურატურამ რა სამართლებრივი მნიშვნელობის ეგარისო, წერს ბუჩუკური. ცნობისთვის, პარტია გახარია საქართველოსთვის ინფორმაციით 20 ივნისის საქმეზე ბერდიას იჭინება მოსკოვის მექანიზმის დასკვნის მტკიცებულებად დართვა მოითხოვა, თუმცა მოსამართლემ დოკუმენტის საქმეს არ დაურთო.
საქართველოს პროკურატურამ დუშეთის მუნიციპალიტეტში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინა. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. უწყების ინფორმაციით შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2026 წლის 26 მარტს დუშეთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში ბრალდებულმა შურისძიების მოტივით დაზარალებულს სხეულის სხვადასხვა არეში რამდენჯერმე დაარტყა, შემდეგ კი გაგუდა. დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108 მუხლით წარედგინა, რაც სასჯელის სახით ასომეთ 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჯგუფურად დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვისა და უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით მოლდოვის რესპუბლიკის მოქალაქეები 1981 წელს დაბადებული ს.კ. და 1984 წელს დაბადებული ა.ვ. დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ინფორმაციით პოლიციის მიერ ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260 და 260 კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ანუვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ნათქვამია ინფორმაციაში. ამასთან უწყების ცნობით სამართალდამცველება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების საქართველოში უკანონო ჩემოტანის ფაქტზე ორი პირი დააკავეს. აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ მან ბრიფინგზე განაცხადა. გავრცელებული ინფორმაციით აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პოზიციაზე აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი ქართული ოცნებიდან ცოტნე ანანიძე მოიაზრება. 10 სამუშაო დღის განმავლობაში ყველა პროცედურის დაცვით თავმჯდომარის არჩევა მოხდება. უმრავლესობა მიიღებს გადაწყვეტილებას. 21 დეპუტატიდან 11 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო. აცხადებს ცოტნე ანანიძე. აღსანიშნავია, რომ დავით გაბაიძე აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პოზიციას 2016 წლიდან იკავებდა. დღეიდან დენი 5 თეთრით გააძვირა ქართულმა ოცნებამ ზოგად ტვირთთან ერთად ეს გამოიწვევს ფასების მატებას ყველა პროდუქტზე, მათ შორის პურზე. ასე შეაფასა ლელო ძლიერი საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი კუპრაძემ ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდა. როგორც ის Facebook-ის გვერდზე წერს, ხელისუფლების მიერ შექმნილი ფასების შემსწავლელი კომისია მოსახლეობის ფარსი ტყუილი და დამცირებაა. ასეთი ფარსი ტყუილი და დამცირება, რაც ოცნების ფასების კომისია ძალიან დიდი ხანი არ ყოფილა. დაფიქრდით და აღმოაჩენთ, რომ პირველ რიგში შეურაცხყოფას სწორედ ოცნების ამომრჩევლებს გაყენებენ ამ პროპაგანდისტული სალაფა. აცხადებს ირაკლი კუპრაძე. ცნობისთვის, დედაქალაქისთვის ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი 5 თეთრით იზრდება. აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა კომისიამ სხდომაზე დღეს გამოაცხადა. ახლა კი გაგაცნობთ უცხოეთის სიახლეებს. ირანმა დაადასტურა, რომ ირანის რევოლუციის გუშაკთა კორპუსის საზღვაო ძალების მეთაური ალირეზა ტანგსირი მძიმე ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა. ინფორმაციას როიტერსი ირანულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს, რომელიც რევოლუციის გუშაკთა კორპუსის განცხადებას ეყრდნობა. ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ისრაელ კაცმა 26 მარტს განაცხადა, რომ ისრაელის თავდაცვის ძალებმა ტანგსირის საზღვაო ძალების სარდლობის მაღალჩინოსნებთან ერთად გაანადგურა. ზუსტი და სასიკვდილო ოპერაციის დროს ისრაელის თავდაცვის ძალებმა რევოლუციის გუშაკთა კორპუსის საზღვაო ძალების მეთაური ტანგსირის საზღვაო ძალების სარდლობის მაღალჩინოსნებთან ერთად გაანადგურა, აღნიშნა კაცმა. ისრაელში ქალაქ ხაიფაში ბაზანის ნავთობ გადამამუშავებელ ქარხანაში ირანისა და ჰეზბოლას მიერ განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შემდეგ ხანძარი გაჩნდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს, რომელიც იუწყება, რომ ჯერჯერობით უცნობია ნავთობ გადამამუშავებელ ქარხანას რაკეტა პირდაპირ მოხვდა თუ ხანძარი რაკეტის მოგერიების შედეგად ჩამოცვენილმა ნამსხვრევებმა გამოიწვია. ისრაელის გარემოს დაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ბაზანის ნავთობ გადამამუშავებელ კომპლექსზე თავდასხმის შედეგად სახიფათო მასალების გაჟონვის რისკი არ არსებობს. ავსტრალიის პრემიერ-მინისტრ ენტონი ალბანეზის განცხადებით ირანის წინააღმდეგ მიმდინარე ომის დეესკალაცია და ომის მიზნებთან დაკავშირებით მეტი სიცხადე სურს. რაც შეეხება იმას, თუ როგორ აწარმოებს დონალდ ტრამპი ამ ომს, მინდა ვნახო მეტი სიცხადე იმის შესახებ, თუ რა არის ომის მიზნები და მინდა ვნახო დეესკალაცია. კონფლიქტის დასაწყისში განსაზღვრული მიზნები იყო პირველი შეეჩერებინათ ირანის მიერ ბირთვული იარაღის მოპოვება, ცხადია, რომ ეს მიღწეულია. მეორე, ირანის სამხედრო ქმედებებში ჩართვის შესაძლებლობების შემცირება, როგორც ღიად, ასევე ჰეზბოლას, ჰამასისა და ჰუსიტების მეშვეობით, ცხადია ირანის პოზიციის მნიშვნელოვანი დაქვეითება მოხდა. მესამე, რეჟიმის შეცვლა და ვფიქრობ, რომ ისტორია ძალიან ნათლად გვეუბნება, რომ გარედან რეჟიმის შეცვლა ძალიან რთულია, აღნიშნა ავსტრალიის პრემიერმა. სომხეთის მმართველმა პარტიამ სამოქალაქო თანხმობა პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანის საპარლამენტო არჩევნებში მთავრობის მეთაურის პოსტზე წარადგინა. ფაშინიანმა სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ პარტიამ შიდა კენჭისყრის ორი ტური ჩაატარა და შედეგები საბოლოოდ დადასტურდა. მისივე თქმით, კენჭისყრის შედეგებზე საჩივარი არ შეტანილა. მადლობას ვუხდით ჩემს ყველა თანა პარტიელს კიდევ ერთხელ ნდობის გამოხატვისა და პატევის მონიჭებისთვის, რომ პარტია სამოქალაქო თანხმობის საარჩევნო სიას უხელმძღვანელო და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ვიყო, განაცხადა ფაშინიანმა. სომხეთის
ხუთგზის საპარლამენტო არჩევნები 7 ივნისის არის დაგეგმილი. მმართველმა სამოქალაქო თანხმობის პარტიამ კანდიდატების სია 2 რაუნდიანი შიდა საარჩევნო პროცესის მეშვეობით განსაზღვრა. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ იორდანიის მეფე აბდულა მეორესთან შეხვედრისას უსაფრთხოების სფეროში შესაძლო პარტნიორობის საკითხი განიხილა. შეხვდით იორდანიის მეფე აბდულა მეორეს განვიხილეთ პოტენციური პარტნიორობა უსაფრთხოების სფეროში. ასევე ახლო აღმოსავლეთსა და სპარსეთის ყურის რეგიონში არსებული საერთო ვითარება. უკრაინა ღიაა დრონებისა და სარაკეტო თავდასხმებისგან თავდაცვის მიზნით ერთობლივი მუშაობისთვის. ჩვენივე გამოცდილებიდან ვიცით, რომ ერთიანი სისტემის გარეშე უბრალოდ შეუძლებელია ადამიანებისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის ყოვლის მომცველი დაცვა. ჩვენ გვაქვს ასეთი სისტემა, რადგან რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დროს იძულებულები ვართ თავი დავიცვათ რუსეთის მხრიდან მუდმივი თავდასხმებისგან, მათ შორის ირანული დრონების გამოყენებით განხორციელებული თავდასხმებისგან. წერს ზელენსკის სოციალურ ქსელში. ასეთი იყო მიმდინარე სიახლეები მომავალ შეხვედრამდე.